გარემოს დაცვითი მმართველი, ახალი კადრები ბიზნეს კომპანიებში მუშაობას ხვალიდან იწყებენ. ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელ პირებს რამდენიმე თვე ამზადებდნენ. ინიციატივის მიზანი კი გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირებაა. უფრო ზუსტად რა ევალება ახალ თანამშრომელს, როგორი ამაზე ბიზნესმენების აზრი, ასევე რა რეგულაციები და სანქციებია გათვალისწინებული ამ ყველაფერს ნათია ოროლაშვილი მოგვიყვება მის სიუჟეტში. თუ წარმოების შედეგად ბიზნესი 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნის, პირველი თებერვლიდან ამ ნარჩენებზე პასუხისმგებელი პირი უნდა დანიშნოს. მისი მოვალეობა ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განხორციელება და კონტროლი იქნება. მმართველი გარემოს დაცვის სამინისტროსთან იქნება ანგარიშვალდებული. ნარჩენებს ცივილიზებული სამყარო უკვე განიხილავს როგორც რესურსს, ანუ როგორც დამატებითი შემოსავლის წყაროს. სტრატეგია, რომლის განხორციელებისთვის გვაქვს საკმაოდ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, გულისხმობს გარემოს დაცვითი პრობლემებისათვის გაცილებით მეტ პასუხისმგებლობის აღებას და მათ შორის ახალი პროფესიები იქმნება, მათ შორის ეს არის გარემოს დაცვითი მმართველი ადამიანი, რომელიც არის აღჭურვილი შესაბამისი ცოდნებითა და უნარებით და რომელიც ეს იქნება კერძო სამართლის თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს შესაბამის რჩევებსა და რეკომენდაციებს. მსხვილი საწარმოო ბიზნესის დიდმა ნაწილმა მმართველი უკვე დანიშნა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ გონივრული მიდგომის შემთხვევაში საკუთარი ნარჩენების მართვამ მათი დანახარჯები მნიშვნელოვნად არ უნდა გაზარდოს, თუმცა ჩვენი რესპონდენტების ნაწილი პროდუქციის ფასის მატებას არ გამორიცხავს. სავარაუდოდ ეს ალბათ აისახება, მაგრამ შევეცდებით, რომ ეს არ იყოს პროპორციული იმ ღირებულების და იმ გაძვირების, რაც უნდა მოხდეს კანონის ამოქმედების შემდეგ. ვალდებულება ეს, რომელიც თუ გვინდა რომ იქ ვიყოთ იმ ოჯახის წევრები, საერთოდ ჩვენ მივდივართ და ვიყოთ ევროკავშირის ქვეყანათა რიგში, ეს უნდა გაკეთდეს. კი, რა თქმა უნდა ჩატარდეს საკონსტრუქციო სამუშაოები, იმიტომ რომ თქვა თქვენს მიერ წარმოების დროს მიღებული ნარჩენების სეპარირება, საწარმოს ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, რაც ასევე კაპიტალურ დანახარჯებს მოითხოვს, თუმცა ეს არ არის იმდენად დიდი, რომ კომპანიებმა ასე ვთქვათ ვერ გაწიონ. რეგულაციას არ იწონებს ემზარ ჯგერნაია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ამბობს, რომ ნარჩენების გადამუშავება პატარა ქვეყანაში მომგებიანი ვერასდროს გახდება, თუ ის სახელმწიფომ ცენტრალიზებულ სისტემაში არ მოაქცია. ყველა დიდი ორგანიზაცია თვითონ მოკიდებს ხელს ამის ორგანიზებას, ეს იქნება ის, რომ ნაკადი დაპატარავდება და აზრი არ ეგ ინტერესს დაკარგავს ბიზნესი, ინვესტირება გააკეთოს ნაგვის გადამუშავებაში. ეს ნაგვის რაოდენობა ეგრეთ ბიზნეს ინტერესიც არის, ხვდებით? თუ ცოტა ოდენობით არის ნაგავი, მის გადამუშავებას აზრი არ აქვს, თუ დიდი ოდენობით და მას ეფექტი აქვს მეტნაკლებად. ძირითადში რო გითხოთ, თელსოფლის ძირითადში ეს არის წამგებიანი ბიზნესი და მას მუნიციპალიტეტი აწარმოებს. საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ ტექნოლოგიებისა და მრეწველობის განვითარების მზარდი ტემპი კლიმატის ცვლილების მასშტაბებს ზრდის. ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და ევროპული სტანდარტების დანერგვა ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივაა.